კი ბატონო, დღეს ჩვენ ფედერალისტებს უკვე მეორედ შეგვაქვს პარტიის დაფუძნებაზე განცხადება. პირველ განაცხადზე უარი გვითხრეს რეალურად სრულიად უშინაარსო მიზეზებით, რომ მეკითხებიან მიზეზებს ვერც კი ვყვები, ანუ გადმოცემაც კი არ შემიძლია, იმდენად დიდი უაზრობა იყო, რაც გვითხრეს. ახლა შეგვაქვს მეორედ და ვიხმარეთ ხერხი. ავდექით და გადმოვწერეთ ქართული ოცნების წესდება. ტექნიკურად წესდება არის აბსოლუტურად იდენტური ქართული წესდების. ცხადია, ქართული ოცნების წესდების, ცხადია, არა იდეოლოგიურად. ამიტომ ახლა შევხედავთ. შეგვაქვს კიდევ ერთხელ, თუ ქართული ოცნების წესდებას დაახარვეზონ. რუსეთში ვართ, ვიცით რომ რუსეთისკენ მიექანება ეს ქვეყანა, უბრალოდ დამადასტურებელი საბუთები გჭირდება და აი ახლა კიდევ ერთხელ შეგვაქვს. რაც შეეხება ჩვენს გულშემატკივრებს და მხარდამჭერებს, შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ყველა შემთხვევაში მივიღებთ ჩვენი პარტიით თუ ჩვენი პარტიის გარეშე. უბრალოდ ჩვენი პარტიით გვინდა მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ყველასგან გამორჩეული პარტიაა ფედერალისტები, ყველასგან გამორჩეულად დაფუძნდა ეს რეალურმა ხალხმა, რეალურმა გულშემატკივრებმა დააფუძნა და ჩვენი ამოცანაა, რომ აი ასე დავრეგისტრირდეთ. კი ბატონო. ანუ იმ რეზოლუციას გულისხმობთ, რომელიც გაავრცელა თითქოს AfD-მ შეიტანა. ხო, ეს სისულელეა, ამას არანაირი მომავალი არ გააჩნია საერთოდ, კომიკურად ჩაითვლება, ძალიან მცირე ფრაქციის მიერ არის შეტანილი 700 წევრიან პარლამენტში, რაც შეეხება მეორე რეზოლუციას, კრიტიკულ რეზოლუციას, ცხადია, ეს მნიშვნელოვანი რეზოლუცია, სავარაუდოდ ამ რეზოლუციას მიიღებენ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ რეზოლუციაში დარჩეს ბიზნესის, ანუ ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესის სანქცირების მოთხოვნა. მადლობა თქვენ.